ნუგა კიდევ ერთი დაკავებული შესახებ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ცნობა, ანუ ჯამში 46 დაკავებული გუშინ ბოლო 24 გუშინდელი დღიდან ბოლო 24 საათში დაკავებულთა რიცხვს დაემატა კიდევ ერთი და გახდა ჯამში 10. რაც შეეხება წუხელ დაკავებულებს, მათთან ადვოკატები ეტაპობრივად შედიან, როგორც სახის ისე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, ამ წუთებში დაკავებული ქალის კრეატიული დირექტორის ია დარახოლიძის მოსანახულებლად არის შესული ადვოკატი რევაზ აჭარაძე. ის პირველად შეხვდება მას და მისგან მოისმენს მისი დაკავების დეტალებზე განცხადება. ჩვენი ინფორმაციით ია დარახოლიძე დაკავდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა რას ეტავება შინაგან საქმეთა სამინისტრო უცნობია ამ დრომდე, როგორც მისთვის, ასე ყველა დაკავებულისთვის არც ერთმა მათგანმა არ იცის კონკრეტულად რის გამო დაადეს ხელბორტილები. დაკავებების პარალელურად შიმშილობა გამოაცხადა 6 ოქტომბერს დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა ბახო ფიცხელაურმა. ის წერილს ავრცელებს პენტენციური დაწესებულებიდან, სადაც ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს და ამბობს, რომ ის რომ არის პოლიტიკური პატიმარი და ერთადერთი გზა რომ დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს დაკავებების სერიას, ასევე მის უკანონო დაკავებას, მან გამოძებნა უკიდურესი გზა შიმშილობა, პროტესტის და დაიწყო შიმშილობა, აცხადებს მშრალ შიმშილობას, თუმცა როდის შეწყვეტს ჯერ უცნობია. არ ვიცი, ასობით და ათასობით დაზარალებული ვყავართ de facto ხელისუფლებას და თუ ვინმე ახლა დამნაშავის ძიებაში არის ზუსტად აღნიშნული რეჟიმი. უკიდურესი ფორმა არის პროტესტის, რასაც ალბათ ადამიანები მაშინ მიმართავენ, როდესაც ფიზიკურად სხვა ძალას ვეღარ ნახულობენ. ეს არის რუსული რეჟიმის ანგარიშწორება ქართველი ხალხის მიმართ იმ 33 წლიანი თავისუფლებისთვის, რომელშიც ვიცხოვრეთ და რომელშიც კარგი და მართალი დემოკრატია ვერ შევქმენით, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას მაინც გავაცანით, რომ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი. დიახ, დაკავებულები ნაწილი ელოდება იზოლატორში ადვოკატების შესვლას და ამის შემდეგ გაირკვევა, წაუყენებენ თუ არა დღეს ბრალს და უკვე 10 დაკავებულს, ერთი დაკავდა რამდენიმე საათის წინ, დიდი ალბათობით მას უკვე ხვალ გააცნობენ ბრალის ოფიციალურ დადგენილებას. რაც შეეხება წუხელ დაკავებულებს, დიდი ალბათობით დღის ბოლომდე უნდა წაუყენონ, გააცნონ სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი, რომლითაც დაადეს ხელბორტილები